დილამშვიდობის. ეს დღეები მეღვიძება ძალიან ადრე. აი თითქოს ვიღაცას აწუხებს, რომ ძინავს და სიზმრიდან მაგდებს. დღეს დილით 100 გამომაგდო. აი ესე მიყვიროდა, რომ ადექიო, რატო გძინავსო, დამხვდი, ჩამოვდივარო. აი რა დახვედრავდო ეხლა. რაღაცა უჯანსაღეს დიეტაზე რო არ იყოს, ნამცხრებს დავახვედრებდი, მაგრამ ხო, აი ზუსტად ეგრე მითხრა. ჯანსაღი ყვება სხვა და უჯანსაღესი კიდე სულ სხვა არისო. არანერი გლუტენი, არანერი ნახშირწყლები, ცოტა უჯრედისი და ცოტა ცილაო. და რა ჩამოვალ შენც უნდა გადაგიყვანო ამ კვებაზეო. ასაკში შევდივართ და კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აი როგორ მომენატრე. ეხლა ჩამოვა 3 საათი. მაგრამ სამსახურში მივდივარ, ვერ დავხვდები რა ვქნა. დღეს ყველაფერი მე ვარ. მუშაც, პრარაბიც, თავარი არქიტექტორის ყველაფერი. ჩემო უფროსმა კი მითხრა, ბიჭები დაგეხმარებიანო, მაგრამ ხო ვიცი რა არის ბიჭების დახმარება. უფროსო მოგეხმარებოდი, მაგრამ წელი მაქვს მაგარი სუსტი და მე რეთო დამკრა მთელი თვე ვეღარ ავდგები საწოლიდან და ოჯახს თქვენ შენ თქვენ. ვერა. ხო და მეც მაგას არ ვამბობ, თორე კი არ მეზარება. უი მძიმეა? მოგეკიდა ხელი და ნახავდი. განამე წელი არ მაქვს, ან არ მიყავდება. 6 წლის წინ ისე ჩავარდი, მთელი კვირა ნემსებს მეკეთებდნენ. მე კიდე თითქოს უშიშარი არა, მაგრამ ნემსის დანახვაზე შიშისგან მქრებიე სამხელაკაც. კაი, თქვენ იყავით კარგას და მე წავად რემონტიბეს. რა ვქნა ხე კი შევპირდი ტასოს, მაგრამ ვერ ვნახავ, რა ვქნა სამსახურში უნდა ვიყო. საღამოს ვნახავ. მე ვერ ვნახავ. ეხლა გამახსენდა. ძლივს დავითანხმე ზაზა, რომ საღამოს პიკნიკზე წავსულიყავით. ზაზა. იცი რა ვფიქრე? აი ეს ბავშვები რა. ისე ჩქარა ისდებიან. საერთოდ ვერც გავიგებთ. ხოდა. მისმე? ხოდა. სანამ გრძელი დღეებია ჯერ კიდე. აი ვიფიქრე რომ დავუშვათ ხვალ სამსახურის მერე. სადმე რომ წავიდეთ რა პიკნიკზე. მე, შენ, ბავშვები და ანუ აი ბუნება, ჰაერი, ბუტერბროდები, ოჯახური საუბრები. ჰა? რა სიტყვი? ყველაფერი რომ გამოვრიცხოთ და მარტო ბუტერბროდები დავტოვოთ, არა? так. ეს იგი მიჭა. იმედი ახსოვს ზაზას პიკნიკი. ნუ თუ არ ახსოვს, გავახსენებ საუზმეზე. აი მე საუზმე. ბავშვებს შევპირდი, ფუმფულა და რბილ ალადებს დაგიწყობთ მეთქი. უბრალოდ თავიდან შევთავაზე, ალადები ხო არ გინდათ თქო და იმათ მომითხრეს შენი ქვასავით ალადები არ გვინდაო და მე მეუთხარი ფაფუკ და რბილ ალადებს დაგიწყობთ მეთქი და აი რა მინდოდა? ეჭამეთ კარაქიანი პური. ავედი. ნინი, რატო არ ჭა? არ გეწენება რო გითხრა? ეხა არ მითხრა ფაფუკი არ არისო? არა, ფაფუკია, მაგრამ გონია რომ ცარიელ ფქვილს ვჭამ. დღეს მეც ნინი ვარ. და ჩემი სიკვდილი არ ჭამობები მუცელს გაგტენს. გეთქვა მაკა და გავაკეთებდი მე. არ შეგაწუხე დედა, მე მეგონა გტკიოდა ისე, კანი გეწოდა. მე დოდომ გაიხაროს დავის ქმარშვილში, მაგრამ რო არ ყავს. მაშინ ესე თქვი, დოდომ გაიხაროს თავის მომავალ ქმარშვილში. ნუ იშაყირე შენ და ისეთი მალა მომოწა, რომ ტყივილი ხო დამიამა და რაც თავარია კანი მაგ ბავშვივით. მაკა სამი ბავშვი ყოლია სახლში. ვინმე გაიზარდა კარგად ჩანს. კარგით ეხა უხერხულია, ნუ გინკლაობთ. გიორგისთან არის უხერხული. მართალია ეს სრულიად გათიშული ზის და არ გვისმენს, მაგრამ ხო შეიძლება რომ მაინც რამე ესმის, ჰა? დედა ჩემი სიკვდილი მართლა რა გაშტერებულია ეს ბავშვი, კაცო. უი, მე მითხარით რამე? არა, სხვა გიორგი მყავს კიდე და იმას უთხრით. შენ არა, გააგრძელე, მიდი, ეს ეკეთებდი. ვინ ახალი გიო? დედა რა გაქვს ეს მობარებული ბავშვია? მე გამოვაფხიზლებ. მიდია ვარ. გიო, ნუცას ახალი ინსტაგრამ სტორი ნახე? არა, რატო? თბილისია უკვე. ანუ ჩამოვიდა? არა, სხვა თბილისია. აი, ხოხობი რომ ცხელ წყალში არ ჩავარდნილა იმ თბილისში. კარგი რა კაცო, რა შეეშვი, რა კიდე გადარევა უნდა ამ ბავშვს. ესე იგი ჩამოვიდა. ჩამოვიდა კი. და შეგიძლია რა ნახო? ახლა? უი, არა, ეხლა 8 საათია დილის. ცოტა მერე.
დილა და ღამე სიყვარულმა არ იცის მაგა. ანუ ნახო, ხო? შეიძლება ნუცა მიცის. ასე რომ ცოტა ხანი დაელოდი და მე ჩადი რა. წავედი მეც. თქვენ ხალხოდან მანანა? შენ გაჩერდი რა. მეც. მეტი საქმე არა მაქვს, შენ დასაცინად გავიხდი თავს. ბელასთან მივდივარ, თხოვა ჩალაგებაში მომეხმარეო. ცუდი არ გადადიან. რა ეკნათ დედა, ფართობი ჭირდებათ. მართლა კენგუროების სადევნად ხო არ გაუშვებენ ერთადერთ ჩვილს. სიძე თანახმა? თანახმა კი არა, სიხარულისგან არის გაგიჟებული. სულ სერიებში და მწკრივებში იზეპირებს თურმეს მნებს. ქართველებისნაირი ქართული უნდა ვიცოდეო. აი, ასეთი ბიჭია. ზოგმა ქართველმაც არ იცის წესიერი ქართული. კაი, ჭამეთ ახლა დროზე უნდა ავალაგო. ზაზა, პიკნიკი ხო გახსოვს? რა პიკნიკი? პირველი პაემის მერე რომ დამპატიჟე და სუკოთი გამჭყიპე, რა დამავიწყებს? აი, რა გაიხსენე ახლა? პიკნიკი, ნუ რა გჭირს? დილით რო კითხე რომ გეძინა და მომითხარი. თუ გითხარი, შევთანხმებულ ვართ. რომელსაც? სამსახურიდან რომ გამოვალ, ზუსტად 3 წუთით შევალ ტასოსთან და მე 4-ისთვის. კაი, ვეცდები მაგ დროისთვის. და ჩვენ არ ვიკითხებით? არა. ვა. აიმე, ტასო, როგორ მოგიხდა დასვენება რა? რას გულისხმო? ანუ კარგად გამოიყურები მეთქი. რა ვიცი, ხე ჩემ ბავშვობაში მაგას რომ მეუბნებოდი, ნიშნავდა რომ გავსაკვდი და ხორცი შეისწრე. მიმართლა. არა, ეხლა არა ნიშნავს მაგას. ნუ პრინციპში შენი ბავშვობის მე რექნავად რომ გავითარო, ფაქტობრივად ახალგիր სალაპარაკო ენა გაჩნდა. ვიქით. აუ როგორ მომენატრა შენი გაბრაზება. მეც მომენატრა. ზღვაზე ხათა შერის ყველა ლამაზ და მაღალ გოგოს რო ხედავდი უგემოვნო ჩაცმულ შენ მახსენდებოდი. ხო. და მეც გითხრა რომ ის მახსენდებოდი. არ მეინტერესებს. მითხარი ხარ როგორ დაისვენე ისე ნერვიულობდი შენზე. რაზე? რაზე? თაში იყავი გაჭრილი. ანუ ზემარ დაარტყას მეთქენ არ გაცივდოს თქო. ისე ვინანე მე ის იაპონური ქოლგარ ვარ გაგატანე. აუ აბა, მეც სულ დარდობდი. მეტავი ხა ტასოს იაპონური ქოლგა მომცა მეთქი. თან იცი რა დროს აიმთაში რომ მივდიოდი და ხელში უმრავი რამე მეჭირა. ვაი, მე გასვენება, ეგ არის დაღლა. ქალოთ. დაღლილ ხარ, რა ვიცი, რო გეკითხე შენთვის, არ გიყვარს გარეთ ფეხის იარული. ფეხის იარული არ მიყვარს ასფალტზე თბილისში თორე. თებში და სვანეთში ძალიან მომწონს. და შენინები დადიოდი იქ? აბა ძალიან დამატარებდნენ. ვიცი, იქ ფილმის ხათრით დადიოდი, თან ეჭვმა ვიღაცა. რა? ვისე? იმ ზესავით რო ყავს გამოჭანებული ყველა ფოტოში იმაზე. თოკოზე? კარგად მიხვდი, ესე იგი ეგ არის. კაი რა, გაგიჟდი. თოკოც მასავით ვუყურებ და თვითონაც დასავით მიყურებს. რატო რა იცი? მითხრა. აი, მე ჩემო პატარა გული გეტკინა ძალიან. რატო უნდა მткენოდა გული? რა ვიცი, სიმპათიური ფიცრო ეთქვა, ჩემთვის დასავით გიყურება, ძალიან გამიტყდებოდა. ო, კაი რა. რა დროს თოკო და ბიჭებია. მომიყევი აბა შე როგორ დაისვენ. ჯერ ერთი ბიჭების დრო ყოველთვის არის ჩემო როცა. და მეორეც მე გავისვენ გადასარევად. სეირნობდი, ცურავდი, მასაჟებს ვიკეთებდი. და ვირჯობდი. და არ მოიწყინე? რატო უნდა მომეწყინა? ჯერ ერთი იმდენი ნაცნობი ვნახე, გასუქებული ამდენი ჯდომისგან. და მადლობა მითხრე და ყოველდღიურად გავარჯიშებდი, განახებ იმ ხალხის ფოტოებს და მიხვდები რა დაკავს. მოიცა. გასუქებულ ნაცნობ ადამიანებს ფოტოებს უღებდი? რატო ვუღებდი, კაცო? მივდიოდი და მე თვითონაც ვიღებდი, რომ ტანძარცოტა გამომჩენილიყავ. აი მე არ არსებობს, მაჩვენე რა. ნუ რა გაჩვენე, 2 დღე ვერ ჩავდე ტელეფონი. და რო დატენო? აუ როგორ არ გამახსენდა ეგ? და დავტენო ტენი და არ ირთვება. კაი მოიცა. მართლა არ ირთვება. და ერთი, მე მგონა რაღაცა იცოდი. ვიგითები ხელოსანთან. ვიცი ხო. ახლა მოვისუნ თქო და წავა. აი, მაგას ველოდები. შენ მერხე შენ ფოტოები. უფ, იმდენია. აუ ხო, თან სამსახურში მეჩქარება და არ მცალია.
დამათვალიერებია. ოღონ წესიერი მთა და ვინახი არ მჭირდება და თხები. კაი, მოიცა, მოიცა. მოდივარ. მოდი, გოგო, მოდი. არა, არ მოგაცდენ. ხაჭაპურები გავაკეთე და ვიფიქრე სანამ ცხელია დოდოს მივართმე მე. აი რანაირი გოგო, ხა შემოდი ახლა არ გამაგია. შემოდი, კაცო, შემოდი. ნამდვილად არ მოგაცდე? არა, რას მომასწრდე და რა უცნაური გოგო ხარ. ნუ აი რანაირი ხარ. დაჯექი საერთოდ არ მაცდენ. მეც ახლა წრუშვი არ მეხვიოს თავზე რა და მოიხსენი ეგ პირბადე აცრილი ვარ. ვერ ვიხსნი, ვერა, მეშინია გუში ნავიცერი. რა კარგი გოგო ხარ. ყაჩახ. ისე დოდო. ხო. ბედის ამბავია, თორე შენისთან აქაც. წრულშვილი არ უნდა ეხვიოს. ბედის კი არა, ჩემი ამბავია ეგ. დავიწუნე. ძმისშვილები გავზარდე, გამოვიხედე, გავიდა დრო. ყველას თავის ცხოვრება და პრობლემები აქვს. იცი რა, ძალიან კარგად გზნობ თავს. და შევეგუე ამბავს. ჩაი თუ ყავა? არა, არც ერთი არ მინდა, დოდო. ხო, შენ ისეთი საქმე გამიკეთე. დაანახშირებული ქალი მომაბრუნე ამ ქვეყნად. არა, რა მალამუა, კაცო, მაინც რაღაცა საოცრებაა პირდაპირ. ძალიან კარგი მალამუა რა. ეს იგი ნაკბენს ხო არ ჩენს, ჭრილობას ხო არ ჩენს. აი ამას არ ჩენს, აი ამას, ეს რატო გაქეთ ჩაქცევა? ანალიზი გავიკეთე ანტის ხეულებზე და ხო და წაგისვენ და მოგარჩენს. საოცრება. და სად ისწავლე, სად? ბებია ჩემი ოზურგეთში იყო ექიმბაში. აი, საოცრებებს აკეთებდა. ჯამრთელებსაც კურნავდა და ავადმყოფებსაც. და ჯამრთელებს რა უნდათ? ნიღბები, კრემები, ასე გადაფითქინებულები დადიოდნენ. არ გამაგიჟო ეხლა. ეგეც ისწავლე? ой, ну ახლა კი არ ვისწავლე, მაგრამ ჩამაწერინა რა, მოკლედ მარტო მე მანდო ჩამაწერინა, მაგის სახელი მქვია გოგო, აბა დოდო რა სახელია, ნუ გამშე. მე არ ვიცი რა ქვია, აცხონოს უფალმა. უფალმა აცხონოს. ამას ამ უხრობას ვერ არჩენს ეგ მალამო? კორონას რანაირად? ну არ მიცდია ყოველ შემთხვევაში. ცივი კამპოტი მაქვს. ну კაი, კამპოტი. მაქვს კამპოტი. აი მე როგორც იქნა მოიცალა 100 წლის უნახავი მეგობრისთვის. სრულად ვაქცინირებული ვარ. მაკოცე თამამა. აი გამოვარდი სამსახურიდან პრაქტიკულად გამოვიპარე. ეხლა ძალიან გთხოვრი. დასვენების შემდგომი პერიოდი მაცადე და შენ სამსახურზე არ მელაპარაკო. აი, კაი. აბა გინდა? 1 საათი გვაქვს დრო მე მორჩა. რამე ახალია ეგ? დიახაც ახალია და ძალიან ბევრი სიახლეა ჩემ ცხოვრებაში. აი მე არ მინდა ყავა სიახლეები მინდა. ცოტა ჩუმატახოთ ნუცასინოს იმათახში და არ მინდა რომ გაიგოს. ნუცაზეა? ნუცაზე არა იმაზე ჩემზეა. მაგრამ მაინც ახლა უფროსი დავარ რა, არ მინდა რომ ყველაფერი გაიგოს, ავტორიტეტი მჭირდება. აი მე ტასო აგზივარ და არაფერი არ მესმის და იმან მძინარე მოთახში როგორ უნდა გაიგოს. ცოტა. კაი. ვაი რა უნდა მქონდეს მოსაყვანე. ლამას ზღვიდან ახალ დაბრუნებულ ქალს. საკურორტო რომანი? ეს საბჭოთა ფილმის დასახელებას არ ვიცი თქვენ. მაგრამ ეგ არის ხო? რომანტიკულია? რომანტიკული გაცნობა არ იყო, მაგრამ აბა როგორია? ცუდი. სპაში შემოვიდა ნახევრადეკა და პირბადე და ცხოვრი ქონდა გადმოვალი და ისე გამოვაწყ. შებაცილა მატარებელო თქვენ ძალიან ანტივაქსერო თქვენ წყალი. რა? არაფერი ძალიან საყვარელი იყო, გაისწორა ეს პირბადე უკაცრავად. და მე მეორე დღეს ძალიან შევხვდი ზღვაზე შემოხვდა და მოვიდა, მე რა თქმა უნდა ვერ ვიცანი. ეს არ ქვია, ეხლა შეიძლება პირბადე მოვიხსნაო, მაგრამ თუ თქვენ შეგეწყვეტ ზღვაში შემიძლია პირბადით მიბანაო. აი, როგორი იუმორი ქონია. ძალიან საყვარელია. მაგრამ რა მაგრამ? რაღაცა მაგრამ იქნება ზუსტად ვიცი, მოძებნიდი რამე ნაკლს შენ. ნუ, სხვათა შორის უცნაურად აცვია. აჰა. ანუ აი მომწონს. ანუ ისე აცვია გემოვნებით, უხდება. მაგრამ ბრენდი ვერ ამოვიცანი ჯერ ვერც ერთი. ვაიმე ტასო. შეიძლება არ აცვია ბრენდები. ხო შეიძლება? საზის ცხოვრებაში ბრენდი არც მიიღე დიდი ამბავი. ვაიმე ყველა ჟენერით უპირობოდ ვერ ვიყარებთ ხა ბოდიში. ნუ ისე სერიოზულად ხარ?
ორი ვიცი. მოცო. რაღაცნაირია საყვარელი. თბილი. მზრუნველი. ფოტო გაქვს? მაჩვენა. ვერ გაჩვენებ. ტელეფონი მაქვს ორი დღე გაფუჭებული ხელოსას ურეკავ და დღეს ბაჟბატონი ისვენებს თუ. გიოს აჩვენე. გიო ვინ არის შენი ფენტერანაცავე? ტასო. ტასო. რატო რა ერკვევა? ვაიმე, იცი რა კარგად? გადასაგდები უთო გამიცოცხლა. ოქროს ხელები აქვს. ჩემი ტელეფონი უთოა ლამაზა. კაი ხა ჩამოვიდეს ოთხი რა ვიცი იქნებ მიხედა. კაი რატო? კაი მინდა ყავა, მინდა. ხო, რაღაცა ყავას თარსაც უფრო გემრიელად ჭარავს, მე გამიგე. მე რო გავხდი რატო არ იმჩნევი თო? აი მე ტასო როგორ გავხდი? დიახ, როგორ გავხდი? ძალიან კაი საპიკნიკი ამინდია, ხო იცი? აუდე რა кайქენი ხუდი რო ჩამოვიდე, მაგრამ შოკოლადების რო ჩაგედო. ხო, ან ნამცხვარი. ნამცხრები და შოკოლადები საპიკნიკე საჭმელი არ არის. ხო, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო პიკნიკის კულინარიული კუთხით დახვეწაზე გვეზრუნა და რაღაც ტკბილი მიგვეტანებინა ამ გადასარევი ბუტერბროდებისთვის. აი, გადასარევი რომელია? მა გადარევა მარტო კარგზე კი არ შეიძლება. საშუალოზე ოდნავ დაბალ ხარისხზე შეიძლება გადაირიოს ადამიანი. თუ ამის სურვილი გაქვს. კაი, გადასარევი აწი გააკეთეთ თქვენ. კაი? გიჟივით გამოვარდი სამსახურიდან, მე ტასოსთან შევარდი 2 წუთი. მე სახლში მოვედი 10 წელი ბუტერბროდი გავაკეთე. ხო და ძალიან დიდი ბოდიში თუ რაღაცა სასწაული არ გამოვიდა. დე, ჩვენ ხო არ გვითხოვია. წამოსულიყავი ნელა სამსახურიდან, ტასოსთანაც გემრიალად გეჭორავა და მე 10-ის მაგივრად 3 ბუტერბროდი გაიკეთებინა. ოღონდ ხარისხიან. არ შეიძლებოდა? გესმის? ბავშვის ბაგეთი ჭეშმარიტება მეტყველებს. არც მე მიყვარს პიკნიკები. არა და მე მიყვარს. თითქმის მიყვარს. აი, ფეხები რო არ მეკავებოდეს ბალახისგან და ჭიანჭველები რო არ დამდიოდნენ. ალბათ მეყვარებოდა. კაი, ესე იგი ჩემი ხათრით წამოხვედით. ხო? აბა რა? არ გახსოვს ჩემი ფიცი? ჭირშიც, ლხინშიც, პიკნიკზეც. დას არ მოგწონს მთელი ოჯახი ერთად რო ვართ? როგორ არ მომწონს მაკა, მაგრამ აი დიდ ოთახში ტელევიზორთან რო ვართ ხოლმე ერთად ეგ უფრო მომწონს. მეც. ნი, წამყვავილები დავკრიფოთ. დედა ხო დავკრიფეთ უკვე და გადავაგდეთ, იმიტომ რომ საშინელი სუნი ქონდა. ვაიმე არ არსებობს. რა არ არსებობს? უკან გაიხედე? ეს მაშოა? მაშო დედამისი. ვინ მაშო? ჩემი მაშოდე. და შენი დედამისი. მაშინ ხომ გითხარი, თანაბარი ნაბიჯებით იმარე. ასე ჰაერი უკეთ ჩაგდის. ბადეში და გამარჯობა. გამარჯობა. აქ როგორ ხდი? ჩვენ ძალიან ხშირად მოვდივართ აქ, ოჯახური გასვლები გვაქვს ხოლმე. ბავშვებთან კომუნიკაციას სუფთა ჰაერზე უკეთ ვახერხებთ. მაკა, შენი ქმარი ყოველ ნახვაზე მაოცებს. მეც. აუ, თქვენთვის ძალიან მაგარი ახალი ამბავი მაქვს. ჩვენთვისაც? არა, უფრო ნინისთვის. მართლა არა? რა და ახალი კლასელი გვეყოლება? რა მაგარია და საიდან იცი? ჩემი ძაშვილია. თქვენის მიშვილია? დიახ, მე ვორჩიე ჩემს რძალს. ბავშვი რაღაც იდიოტურ სკოლაში დაყავდა, აი თავიდანვე არ მომწონდა, მაგრამ ნუ მაშინ არ ჩავერიე რა. ხო და ეხლა რო ვნახე მაშოს რამდენად ჩამორჩება სწავლით, ჩემი ძმა პრაქტიკულად დაიძულე, ცოლი დაეთანხმებინა. არა, ჩემი რძალი ფანტასტიკური გოგო, არაჩვეულებრივი დედა, მოწესრიგებული, მაგრამ ნუ მოწესრიგებული? თქვენზე? რას მე მაიასთან სადმი. ის მართლა საოცრება. მე ჯერ კიდევ ბევრი რამე მაქვს სასწავლი მისგან როგორც ქალს. აუფ. ბატონო? აუფ, რა მაგარია, ნინი ახალი კლასელი გეყოლებათ ხო? ახალი სისხლი ყოველთვის კარგია. ხო, მაგრამ მე უკვე ძველიც გამიშრეს. გამაგდიდე. გამარჯობა ტასო. არა ვარ. ნუცამ რო გახოს მე გამარჯობა ტასოს ხო ვერ ვტყვი რა, არის ფიქროს ვერ მიცნობა. ფურა ის დიოტი ვარ. აუა, ნუ ჩამოხვედი. და კიდე იქარი დებილო.
რა შემიძლია რა. დასოს ტელეფონი. მოდივარ! მე გავაღებ! ორივე მოდის. ხა რა ვქნა? ვა, გიო. მოდი, ეხლა ვფიქრობდი შენზე. რატო? მართლა? მეც. რას ფიქრობდი? ნეტა რამ გააფუჭა დასოს ტელეფონი მეთქი. ანუ ჩემზე ფიქრობდი და არა ნუცაძე. ხო, ეგრე გამოვიდა. დიდხანს უნდა იდგე კარში? არა, გავაკეთე ტელეფონს და წავა. აქ მოგიტანო? არა, ხო, შემოვალ. მოდი, გიო და ჯეკი. ყავს ხოდალე? არა, მადლობა. ჯერ მიჩერიან საქმის მიხედა. ვაიმე, ესეთი პატიოსანი ხელოსანი ჯერ არ მინახავს. ტელეფონს მოვიდა. ხო. კაი იყო სვანეთში? აუ, კი, ძალიან. და რაჭა? კარგი იყო, ნორმალური. მაგრამ სვანეთში უკეთესი იქნებოდა. არა, რატო? რაჭაც მაგარია. ხო. ისე კი არ ვარ ნამყოფი. რა დამთხევა, მე კიდე სვანეთში არ ვარ ნამყოფი. რა და მომავალ წელს შენ წახვალ სვანეთში და ეს წამოვა რაჭაში ახალი. მაგრამ თქვა არ იტენებაო. არ იტენება, ხო, 2 დღე ვერ ჩავდა ტელეფონი. შტეფსელები მუშაობს ხო უეჭვე? ეხა სულელს გავარ, გიორგი? არა, იგი მოულოდნელად თქვა. არაფერი მოულოდნელად, ყველგან ყველაფერი არ ირთვება. და გიო, იქნებ ელემენტი მოუკვდა. რატო და მომკვდარიყო კაცო 2 თვის წინ ვიყიდა ეს ტელეფონი? ნუცა, შენც ხო ესეთი ტელეფონი გაქვს? კი, ოღონდ მაგის წინა მოდელი. იცი რა, დამტენს თუ მომიტან, ნახავ, იქნებ დამტენი დაიწვა. მე კიდევ ერთხელ გეკითხები, ხა სულელს ვკავარ? ნახოთ, აბა. აი. ხო. გიორგი. ხო. ხო. ლამაზი დამტენია. ხო, ლამაზია. ჩაირთო? ხო. რატო ჩაირთო? რა, დამტენის ბრალი იყო? ალბათ. და მე რატო ვერ მოვიფიქრებითო? რაო ტასო რას ხوار გავარაო? არა უშავს. ყველაფერზე თქვენ ხო ვერ ფიქრებთ რა. ხო, ყველაფერზე მე ვერ ვფიქრებ. ხო. ისე შენ გასაყვარლებულ ხარ, ხო? მართლა? ხო, ჩემი აზრია ეს, გიორგი, ნუცას ნუყურებ. ხო. ჩემი აზრია. მე სულ მესაყვარლებოდა გიორგი. ხო. კი. კიდე რამე არ გაქვთ გასაკეთებელი? კი, გიორგი, გენდასუფთავება ერთი თვე სახში არ ყოფილა. არ შემჩნიო, ესე უცნაურად ხუმრობს. კარგი, მაშინ წავალ და თუ რამე არ მგონია ახლა რამე ქონდა კიდე გაგუჭებული და გასაკუჭებელი და. კარგი, მაშინ დროებით. აი. მოიცა გავაცილე. მე გავაცილებ იყავი შენ. და გვირილის შაი დააყენი და ერთი ადგილი თუ შეიძლება. საღამოშიტობის. წლის დამთავრდა ეს დღე. არა და რა კარგი დღე შეიძლება და რა ყოფილიყო. ტასო ჩამოვიდა. ძლივს მე და ჩემი ოჯახი პიკნიკზე წავედით. ძლივს. მაგრამ არა. ის წამწამებიანი შეკარგებს რამეს. მაინც და მაინც იმ დროს და იმ ადგილას უნდა ესეირნა. თან ძალიან მაგარი ამბავი მითხრა. ესე იგი როგორც ჩანს, სწავლა რა დაიწყება, კიდევ ერთ იდეალურთან მომიწევს ბრძოლა. თანო ისო ჩემი რძალიო, ჩემზე უფრო მოწესრიგებულიაო კიდეო. აი, რა გინდა ღმერთო? ჰა? რამეს მანიშნებ? თუ რაღაცა კომპიუტერულ თამაშში ვარ და ფინალში გავედი, ჰა? თუ მეც უნდა ისქნა, წამწამები უნდა დავიგრძელო. თუ დილას აღამოს კინოა უნდა ვჭამო, ხო იცი რო არ შემილია. კაი, მოკლედ წავედი. დავიძინებ. იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ის არ არის. ეგრეც ნუიტყვი, მაგრამ
აი ამ წამს დამისიზმრა ორივე. და რაო მერე? მაკას სიზმარში როგორ მოხვდეთო?